დავიწყოთ სწორედ ნატა ფერაძის სასამართლო პროცესით, რომელიც სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა საქალაქო სასამართლოს ხტომათა დარბაზში. დღევანდელ პროცესს თავად სამოქალაქო აქტივისტი არ დასწრებია, არც მისი უფლებადამცველი იმყოფებოდა ხტომათა დარბაზში. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ის უნდობლობას უცხადებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს და შესაბამისად პროტესტის ნიშნად აქტივისტი არ დაესწრო დღევანდელ პროცესს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ნატა ფერაძეს შესთავაზეს ის, რომ ის დისტანციურად დაასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესს, თუმცა მან უარი ცხადა ამ ფორმითაც მონაწილეობაზე და შესაბამისად მოსამართლემ ნატა ფერაძის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაზე თავად სამოქალაქო აქტივისტის და მისი უფლებადამცველის გარეშე იმსჯელა. მთავარი მტკიცებულება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამმართველოს თანამშრომლებს ნატა ფერაძის წინააღმდეგ ჰქონდათ, ეს იყო Facebook პოსტი, რომელიც ნატა ფერაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. სწორედ ნატა ფერაძის სოციალური ქსელი შეისწავლეს სამმართველოს თანამშრომლებმა და ასკრინეს ფერაძის მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც ნახეს, რომ ის ბერა ივანიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აგინებდა, რის შემდეგაც უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ. დღეს კი მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ, რომ ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად ეცნო და ის 3,000 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს თავისთავად არ ვაღიარებ და გარდა იმისა, რომ არ ვაღიარებ, მაინც ვიღებდი სასამართლოებში მონაწილეობას სტატისტიკისთვის და მე რო სტრასბურგში გადაგვეგზავნა და ასე შემდეგ და არაერთ ეგეთ მარაზში მაქვს მიღებული მონაწილეობა, უბრალოდ აღარ დავხარჯე რესურსი იმ ადვოკატების, რომლებიც იბრძვიან უკვე უსასყიდლოდ. ეს ახლა ტრაგიკომიკურია, ანუ მე რო ბერასთან წავაგე 3,000 ლარი, ახლა ეს მართლა კომედია იქნებოდა, რო არ იყოს ტრაგედია, იმიტომ რომ დიქტატურა მყარდება ქვეყანაში, მე ფინანსურად ვერაფერს დამაკლებენ და გერმანიაში ვიქნები, მანამ ქოცვები არ წავლენ, იმიტომ რომ მე ესეთ ქვეყანაში დაბრუნების რესურსი აღარ მაქვს, ჩემი შინაგანი რესურსი. ქალბატონ ნატალია ფერაძე შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა სოციალურ ქსელში, უშუალოდ ორი ფაქტი დაიდენტიფიცირდა აღნიშნული მუხლით წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობით. ჯელობის საკითხი გახდა ასევე ის გარემოება, რომ სხვა დროს რამდენიმე თვის წინ ქალბატონ ნატალიას მსგავს მუხთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა მოქმედი სახელი დადებული. შესაბამისად აღნიშნულმა განსაზღვრა მისი სახელის ოდენობა, მას სასამართლომ მაქსიმალური ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა 3,000 ლარის ოდენობა. უშუალოდ ბატონი ბერას მიმართებით იყო 15 ივნისის ფაქტი, სხვა ფაქტს ადგილი ჰქონდა 13 ივნისს. ამ შემთხვევაში ბატონ ბერას არ აყენებდა შეურაცხყოფას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ვიგულისხმევ აღნიშნულთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ 166 მუხლის შემადგენლობაა და გულისხმობს უმისამართო ლანძღვა გინებასაც. ადმინისტრაციული საქმეების განხილვა საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. რამდენიმე საათის წინ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიგა ავალიანის დედის ეკა კუპატაძის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაზე იმსჯელა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, რომელიც არის ახლა გიგა ავალიანის საქმის გარშემო პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, სწორედ მისმა ოჯახის წევრმა ეკა კუპატაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სოციალური ქსელის მეშვეობით და რის გამოც ეკა კუპატაძე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ანა ნასყიდლაშვილის ნათესავის წინააღმდეგ. მოსამართლემ ის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად ჩათვალა და მოქალაქეს 3,000 ლარით დააჯარიმა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეს ეკა კუპატაძე სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა მოქალაქე, რომლის წინააღმდეგაც ადმინისტრაციული წარმოება იყო დაწყებული, ის არ ნანობს მომხდარ ფაქტს და სხდომათა დარბაზშიც გააგრძელა შეურაცხყოფა გიგა ავალიანის დედის ეკა კუპატაძის მიმართ. დათვალიერდა როგორც კონკრეტული პოსტი, რაზეც უთითებდა ქალბატონი ეკა, ასევე მის ქვეშ განთავსებული კომენტარები. ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც საავტორი იყო ამ შემთხვევაში ქალბატონი მაკა ბახტაძე, თავისი შინაარსით იყო შეურაცხყოფელი, რის გამოც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლომ სწორედ აღნიშნული საქმე განიხილა და პირი სამართალდამღვრევად ცნო, მის მიმართ სახელის სახით გამოიყენა ჯარიმა 3,000 ლარის ოდენობით. ეს ქალბატონი მაკა ესწრებოდა, ამ შემთხვევაში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა ჩვენი მხრიდან შუამდგომლობის სახით იქნა მოთხოვილი, იმ მიზეზის გამო, რომ ქალბატონი მაკა თავის მის მიერ ჩანდენილ ქმედებას არ ინანიებდა და სასამართლოს სხდომაზეც კვლავ აგრძელებდა ქალბატონი ეკას და მისი გარდაცვლილი შვილის შეურაცხყოფას.
ფაქტია, რომ ქართული ოცნების ლიდერებს მათ მიერ შექმნილი ახალი სამმართველო ძალიან მოსწონთ და კმაყოფილები არიან ამ თანამშრომლების მუშაობით. ამას ადასტურებს რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები. ჩვენ რამდენიმე საათის წინ ასევე მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ სამმართველო, რომელიც შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ ქართული ოცნების ლიდერების ლანძღვა და გინება სოციალურ ქსელში აკრძალული ყოფილიყო, კმაყოფილია ამ მუშაობით. ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად ადასტურა ის, რომ დღეურად გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებად ცნობენ და ამ სასამართლო პროცესებით და მოსამართლეების გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძე ნამდვილად კმაყოფილია. ეს პროცესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში. თქვენ იცით, რომ წლების მანძილზე პირველ რიგში უცხოური დაფინანსებით თავს გვახვევდნენ ჩვენ სიძულვილს და აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის ქართული კულტურისთვის მიუღებელი მოვლენა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ჩვენ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხით ამ სამმართველოს და მის მუშაობას ენიჭება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა. მომავალშიც მის საქმიანობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. რამდენიმე პირის პროცესია დარჩენილი საქალაქო სასამართლოში, ყველა მათგანს ედავებიან სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს ან კომენტარს. მაგალითად, რამდენიმე საათის წინ უკვე მაყურებელმა როგორც იცის, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დააჯარიმეს 3,000 ლარით, რომ მან ბერა ივანიშვილის მიმართ ბილდსიტყვაობა გამოიყენა. პრემიერის დღევანდელ განცხადებას თუ დავეყრდნობით, როგორც ჩანს, სამმართველო გააგრძელებს იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც კრიტიკულ კომენტარს სოციალურ ქსელში დაწერენ.